სამი ტიპის რეფლექსია, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ნეიროგრაფიკის ხატვის პროცესმა. პირველი, ემოციური ტიპის რეფლექსია, რაც გულისხმობს ხატვის პროცესში სხვადასხვა მოულოდნელი ემოციების წამოსვლას. მაგალითად, არაფერშუ შენი აზრით, არაფერშუაში არ არის სევდა, ან პირიქით სიხარული, შეიძლება ტირილი მოგინდეს, უბრალოდ იცოდე, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება, ან რეაქცია ცვლილებებზე, რომელიც იგრძნო ცნობიერმა ნაწილმა და ცდილობს, რომ განიშნოს, რომ რაღაც ცვლილებები მოდის და ცდილობს, რომ გაგაჩეროს ამ ცვლილებებისგან. მეორე ტიპის რეფლექსია. ეს არის მენტალური და ალბათ ყველაზე ხშირად გავრცელებული. როდესაც იწყება ფიქრები. სწორად ვხატავ თუ არა? ნეტა რო დავხატავ, მერე რა შეიცვლება? ან გაუფასურება. რისთვის ვხატავ საერთოდ? რა სისულელეს ვაკეთებ? ხო არ სჯობს საერთოდ გავჩერდე, გადავაგდო ეს ნახატი ან დავხიო. მესამე ტიპის რეფლექსია, ეს არის ფიზიკური. ანუ როდესაც იწყება სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი პირდაპირ სხეულზე. შეიძლება აგვტკივდეს თავი, გვეცრემლებოდეს თვალები, გვეჭიმებოდეს ზურგი, ხერხემალი, წელი, ან საერთოდ ხელის იყოს მთლიანად ხელის დაჭიმულობა და ვერ ვიმორჩილებდეთ თითებს. გვიბუჟდებოდეს ხელები, თითები, ფეხები. ნუ შეგეშინდებათ, ნებისმიერი ტიპის რეფლექსია, ეს იქნება ემოციური, ფიზიკური თუ მენტალური, რომელიც პროცესშია, უბრალოდ უნდა აღვიქვათ, როგორც ტვინის ცდელობა გაგვაჩეროს, აღარ ვხატოთ, არ შევცვალოთ არაფერი. ყველაფერი გაივლის, როგორც კი სწორად დაასრულებთ ხატვის პროცესს.